მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ყოველთვის არხის გამოწერისთვის, მადლობა კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. ვიღაც არ გამოგიწერეთ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ენერგიების გაცვლის მიზნით და მეორეც არხის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად ჩემთვის, ამიტომ ეს არის ელემენტარული ენერგიების გაცვლა და ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ არხს და აქტიურად ზარისხილაკი. დღეს არის 19 მარტი, ჩემო ძვირფასებო, ახალთვარეობა და მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, ზოგადად ეს პერიოდი არის კარმული პერიოდი, ასე ვთქვათ, შეჯამება განვლილი ცხოვრების, განვლილი წლების და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი და ეხლა აღარ გავაგრძელებ მე ასტროლოგიაზე საუბარს, რადგან არ ვარ ასტროლოგი და ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, უბრალოდ მოდი ვნახოთ რა ენერგია უნდა გაუშვათ, რა უნდა გაუშვათ, რა უნდა დატოვოთ წარსულში და ვნახოთ სამი სფერო, ხო, სამი სფერო, პირადი, სამუშაო სფერო და ფინანსები, როგორ დაალაგდება, რა იქნება უახლოეს მომავალში, ხო? ახალი მთვარე, როდესაც ახალი მთვარეა, რაღაცა ყველაფერი სიახლისკენ იწყება, ხო, ზრდისკენ მთვარის ფაზებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზოგადად ადამიანზე დიდი გავლენა აქვს, შეიძლება ამას ისე ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ძალიან არის დამოკიდებული მთვარის ფაზები ჩვენს ემოციურ მდგომარეობასთან და ზოგადად აქვს მნიშვნელობა, თქვათ, ახალ მთვარეზე ახალი საქმეები უნდა დაიწყოთ, და რაღაც სიახლეებისთვის მოემზადოთ, ჩემო ძვირფასებო, და მოდი ამ სამ სფეროში რას უნდა ელოდოთ, გავიგოთ ორ ვარიანტზე. მაშასე მე დავაწყობ არკანებს, თქვენ ჩაიფიქრეთ ვარიანტი, პირველი და მეორე, ქვებით დაიხმარეთ, თუ თქვენთვის უფრო მარტივი იქნება საბჭოად. მე კი დავალაგებ, ხო, ჯერ პირველ რიგში რა ენერგია უნდა დატოვოთ წარსულში. რა ენერგია უნდა დატოვოთ წარსულში, რისგან უნდა გათავისუფლდეთ, ასე ვთქვათ, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ კიდევ სამი სფერო. როგორ წარიმართება, რას უნდა ელოდოთ ამ სამ სფეროში, პირად ცხოვრებაში, სამუშაო სფეროში და ფინანსებში უახლოეს პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ. მაშასე მეორე ვარიანტი, პირადი, სამუშაო სფერო და ფინანსები. აირჩიეთ ვარიანტი და მე შევუდგები არკანების წაკითხვას, თქვენ დააპაუზეთ, თუ დრო არ ყოფნით, მაგრამ ამდენი ფიქრი დამარწმუნეთ არ არის საჭირო, როდესაც ინტუიციურად ირჩევთ პირველივე წამები, რასაც გაივლებთ გონებაში, ეს არის თქვენი ინტუიცია, მე როგორ გონება ერთვება. მე გადავდებ პირველ ვარიანტს, უკაცრავად მეორე ვარიანტს და დავიწყებ პირველი ვარიანტი. ნახოთ თქვენ შემთხვევაში რა უნდა დატოვოთ წარსულში, რა უნდა გაუშვათ, როგორ რა ენერგია. ნახეთ მთვარის ენერგია ამოვიდეთ, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ მთვარის ენერგია, როდესაც მთვარე ეს არის შინაგანი ინტუიცია, ხო, ჯერ ერთი პირველ რიგში. შემდეგ მთვარე ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც არ ვიცით, მთვარიან ღამეში ვერ ვხედავთ ყველაფერს კარგად, ნახეთ ფანარის შუქით ვცდილობთ, რომ გაიგულიოს გზა. მართალია მთვარე ანათებს, მაგრამ ყველაფერი არის ბუნდოვანი. თუ ამ მომენტისთვის რაიმე საკითხთან დაკავშირებით გაქვთ შიშები, ბუნდოვანება, ნერვიულობთ და რაღაც განცდა გაქვთ ისეთი, რომ რაღაც არ გამოგივათ. აი ეს შიშები, ფსიქოლოგიური მომენტი აქვს, ჩემო ძვირფასებო, რომ უნდა დატოვოთ წარსულში და მიენდეთ საკუთარ ინტუიციას. საკუთარი ინტუიცია არასოდეს არ გიღალატებთ, ხო? ის თუ რაიმე შიში გაქვთ, ხო, თუ რაიმე პრობლემა არ აქვს მნიშვნელობა, ეს ურთიერთობა იქნება, ფინანსური მხარე იქნება, თუ სამუშაო მხარე იქნება, თუ ამ ნებისმიერი შიში და განცდა იმის, რომ რაღაც არ გამოვა, რაღაცას ვერ ხედავთ კარგად ბოლომდე, ხო, როგორც დღის სინათლეზე, ისე ვერ ხედავთ და ვერ აღიქვამთ, ხო? აი ეს ყველაფერი შიში და ეჭვი უნდა დატოვოთ წარსულში, ჩემო კარგებო, დაუჯერეთ და მოусმინეთ საკუთარ ინტუიციას. საკუთარი ინტუიცია მიგიყვანთ სწორ გზაზე და გაგყენებთ სწორ გზაზე. აი ეს მომენტები, რაც უკავშირდება შინაგან განცდებს, ეს ყველაფერი უნდა დატოვოთ წარსულში, ჩემო კარგებო. მე ახლა აღარ გავაგზავნებ ძალიან, რომ ჩავუღრმავდე, თქვენ უკეთესად იცით, ხო, რასთან არის ეს თქვენი განცდები კავშირში, თქვენი შიშები კავშირში, ხო? შესაძლებელია რაღაც ეჭვები გაქვთ, რომ აი, არ
ვიცი, ნებისმიერ რამეზე შეიძლება იყოს ხო განცდა იმის, რომ თუნდაც საკუთარ თავში გეპარებათ ეჭვი და გრძნობთ რაღაცა დათრგუნულად თავს, რომ რაღაც არ არის ისე, ხო, რაღაც თითქოს სრულად სურათს ვერ ხედავთ, ხო, ვერ ხედავთ, იმიტომ რომ თქვენს გულში და თქვენს გონებაში არის შიში. ამიტომ ეს უნდა დატოვოთ წარსულში. ნებისმიერ რამეს, რასაც არ უნდა ეხებოდეს. მე მგონი ეს თქვენზე უკეთ არავინ იცით, გულში რისი შიში და რისი განცდა გაქვთ, რაზე მერყევთ და რაზე არ ხართ დარწმუნებული, ხო? მე მგონი თქვენ უკეთესად იცით და ეს ყველაფერი უნდა დატოვოთ წარსულში, ეს ენერგია უნდა დატოვოთ წარსულში და მოусმინოთ საკუთარ გულს, საკუთარ ინტუიციას. მოდი ნახოთ შემდეგი სფერო პირადში, რა სიახლეები შემოდის ახალმთვარესთან ერთად, რა ენერგიები შემოდის პირად ურთიერთობაში, ხო? ნახეთ, მაგი ამოვიდა ჩემს ძვირფასებო. ნამდვილად მაგი გეუბნებათ იმას, რომ თქვენი, ასე ვთქვათ, თქვენს პირად ცხოვრებას თქვენ განაგებთ. თქვენის ხელთ არის ყველაფერი, რაც შეეხება პირად ურთიერთობას, ხო? შესაძლებელია მაგი იყოს პიროვნება, რომელიც შემოდის თქვენს ცხოვრებაში, თუ ელოდებით არ ხართ ურთიერთობაში და ვთქვათ, გაქვთ მოლოდინი, ახალი მთვარე თქვენს პირად ცხოვრებაში გამოგზავნის, შემოიყვანს ადამიანს ენერგიულს, რომელმაც იცის რა უნდა და თუ ხართ ურთიერთობაში ან გაქვთ ისეთი ურთიერთობა, ხო, რაღაც მაინც და მაინც არ ხართ, ხო, ჯერ გარკვეული ურთიერთობაში, მაგი არის ისეთი არკანი, როდესაც თქვენ უკვე იცით რა გინდათ პირად ცხოვრებაში, ხო, რა გინდათ. თქვენს ხელთ არის ყველა ბერკეტი და თქვენ შეგიძლიათ პირადი ცხოვრება, როგორც თქვენ გსურთ, ისე დაარეგულიროთ. თქვენი ცხოვრების ჯადოქარი თქვენ ხართ ერთი სიტყვით. როგორც თქვენ გინდათ, თქვენზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული და თქვენ როგორც გინდათ, ისე დაალაგებთ თქვენს პირად ცხოვრებას. იმიტომ რომ მაგის არკანი მეორე მაღალი არკანი, ჩემო ძვირფასებო. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება თქვენს ცხოვრებაში. მოდი ვნახოთ ახლა სამუშაო სფეროში რა გელოდებათ, რა სიახლეები შემოდის და რა გელოდებათ სამუშაო სფეროში. ნახეთ, ცოტა სამუშაო სფეროში რვიანი ხმალი ამოვიდა. აქ შესაძლებელია იყოს ისეთი სიტუაცია, მე ვარიანტებს გავაჟღერებ, რადგან საჯარო გაშლა და ყველა ვეცდები რომ ყველას მოერგოს, ხო? ანუ ვარიანტებს დავასახელებ, თუ ამ მომენტში ვთქვათ დასაქმებული ხართ და მუშაობთ, ყველაფერი იქნება ისე როგორც არის, ხო? ანუ ცვლილება ამ მომენტში შეიძლება თქვენ თვითონვე არ გინდათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ გაქვთ ჯერჯერობით იძულებული ხართ თითქოს, მაგრამ ეს იძულება რომ თქვა რომ გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, შეიძლება იყოს რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები, რითაც ვერ მოახდენთ, ვთქვათ, რაღაც ცვლილებას თქვენ სამუშაო გარემოში, ხო, სამუშაო პროცესში. და ანუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც იყო აქამდე, რვიანი ხმალი. შესაძლებელია არის მაინც და მაინც არ მოგწონდეთ ის სამუშაო პროცესი, სამუშაო გარემო არ მოგწონდეთ, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები, რის გამოც, ვთქვათ, იძულებული ხართ, რომ გაჩერდეთ იმ სამუშაო ადგილას. შესაძლებელია არ მოგწონთ, ვთქვათ, ხელფასი, ხო, გინდათ რაღაც უფრო მეტი, მაგრამ ამ ეტაპზე რვიანი ხმალი გეუბნებათ იმას, რომ ჯერჯერობით შესაძლებელია თქვენ ვერ ხედავთ რაღაც გამოსავალს, შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთ. თქვენ თავს თქვენ თვითონვე უწესებთ რაღაც ბარიერს და სიახლე როგორც ასეთი ჯერჯერობით სიახლისთვის შეიძლება არც იყოთ მზად, ჩემო ძვირფასებო. მე დავაზუსტებ ერთი არკანით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ სამუშაოს დააკარგავთ ან რაღაც მსგავს, ხო, თუ მუშაობთ და თუ დასაქმებული ხართ. ანუ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ახლა, უბრალოდ ერთი მომენტია, რომ თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი სამუშაო პროცესით, სამუშაო გარემოთი, ან არ მოგწონთ ის, ვთქვათ, თქვენი სამუშაო და გინდათ უფრო მეტი, გრძნოთ რომ მეც იმსახურებთ, ხო, ან ხელფასი არ გაკმაყოფილებთ და არ არის საკმარისი, ხო? უბრალოდ ამ მომენტში ჯერჯერობით თქვენ შეიძლება ჩაფლული ხართ მთლიანად თქვენს რაღაც იმ პროცესში და ვერ ხედავთ სხვა ალტერნატიულ გამოსავალს და შესაძლებელია ეს გამოსავალი იყოს, უბრალოდ თქვენ ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ხართ, ხო, მზად არ ხართ. თუმცა შესაძლებელია როგორი არკანი ახლა მე დავაზუსტე, რაღაც შიში გაქვთ, მთვარე ამოვიდა და მთვარე გამეორდა. შესაძლებელია შიშობთ იმას, რომ თქვათ, თუ არ მოგწონთ და იფიქრეთ სხვაზე, არ იცით სხვა ალტერნატიულ ვარიანტზე, არ იცით ჯერ რა დაგხვდებათ იქ, ან გამოჩნდება თუ არა, ხო, ესე უცბად ვთქვათ და შეიძლება შიში გაქვთ იმის, რომ არ დარჩეთ რაღაც პერიოდი სახსრების გარეშე. ეს მომენტია. ვისაც
ვინც არ ხართ დასაქმებული და თქვათ ძიებაში ხართ, სამუშაოს ძიებაში ხართ, რვიანი ხმალი გეუბნებათ იმას, რომ თქვენ თავს ბარიერებს თქვენ უწესებთ. შესაძლებელია შიში გაქვთ შინაგანი, რომ აი ჯერ არ ხართ მზად და ვერ ხედავთ რაღაც სხვა საკმარისად ან არ ეძებთ საკმარისად, ხო? რვიანი ხმალი თუ დასაქმებული არ ხართ და ეძებთ მაძიებელი ხართ სამუშაოსი, გეუბნებათ იმას, რომ ჯერჯერობით თუ რაღაც ბარიერებს თქვენ არ გაარღვევთ და უფრო მეტად არ იმოქმედებთ, აი ამ შიშებს და ნერვიულობას არ მოიტოვებთ წარსულში, შეიძლება არ გამოჩნდეს რაღაც გარკვეულ პერიოდში, იმ პერიოდში, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, რაიმე სამსახური. აი ეს მინდა რომ გაითვალისწინოთ, მოდი ვნახოთ ახლა ფინანსებში როგორ გვაქვს, ფინანსებიც ცოტა 4-იანი ხმალი ამოვიდა, შემოძვრფასება 4-იანი ხმალით მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ფინანსები არ გაქვთ. ფინანსები შეიძლება გაქვთ, შეიძლება იყოს აქ უბრალოდ ერთი მომენტი, რომ შეიძლება გქონდეთ რაღაც დანაზოგი ზოგიერთს, ხო, რაღაც გამომუშავებული და 4-იანი ხმალი გეუბნებათ იმას, რომ გონიურულად უნდა დახარჯოთ ცოტა მეტად გაითვალა, აი მნიშვნელოვანი პრიორიტეტებისთვის მოიხმაროთ ის თანხა, რაც გაქვთ. მთლად უფლობას არ ნიშნავს 4-იანი ხმალი, უბრალოდ 4-იანი რიცხვი, ვიცით რომ არის სტაბილურობა, შესაძლებელია გქონდეთ რაღაც ხელთ, მაგრამ საჭიროა დაგეგმვა პრიორიტეტების და მნიშვნელოვანი შეიკავოთ თავი, თქვათ, ისეთი ხარჯებისგან, რაც აუცილებელი არ არის ამ მომენტისთვის. და მე დავაზუსტებ კიდევ მაინც დავაზუსტებ. რაზე მიგაჩნევს კიდევ რა არის 4-იან ხმალში. გარდა იმისა, რომ უნდა ვიყოთ მოზომილები, ხო? რა არის? იცით რა არის? აი 7-იანი კვერთხი ამოვიდა. შესაძლებელია გაქვთ რაღაც სხვა ვალდებულებები, გაქვთ ერთი სიტყვით თქვენი ფინანსები თქვენ უნდა დაიცვათ ერთი სიტყვით ზედმეტი ხარჯებისგან. შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი რაც ვთქვათ ისეთი რაღაც შენაძენი გააკეთოთ, რაც ამ მომენტისთვის არ არის აუცილებელი. ამიტომ 4-იანი ხმალი გეუბნებათ იმას და 7-იანი კვერთხი დაზუსტებად, რომ საჭიროა ამ პერიოდში, რა პერიოდიც თქვენ თავად ჩაიფიქრეთ, ფინანსებში იყოთ მოზომილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გაქვთ სტაბილურად გექნებათ, რასაც თუ დასაქმებული ხართ თქვენი ხელფასი. ხო, შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ცოტა ხელფასის დაგვიანება. გაჩერება რაღაც პერიოდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს მთლად იმას, რომ უსახსროდ დარჩებით შემოძვრფასება. ეს გაითვალისწინეთ. სულ ეს იყო. მადლობას მოგახსენებთ. პირველ ვარიანტს ძალიან მაინტერესებს, როგორ რეზონირდა თქვენთან. ვარიანტი დამიტოვეთ, რომელი ვარიანტი აირჩიეთ კომენტარებში და როგორ რეზონირდა. მადლობა პირველ ვარიანტს გადავალ მეორე ვარიანტზე. თქვენი ქვა, ვინც აირჩიეთ ცისფერი. და ვნახოთ რა ენერგია უნდა დატოვოთ წარსულში, ხო? რა ენერგია უნდა დატოვოთ წარსულში. ეტლი ამოვიდა შემოძვრფასება. ნახეთ ეტლი. ნახეთ რა უნდა დატოვოთ. ეს ცოტა განსხვავებული დასტაა და მინდა გითხრათ, რომ აქ ცოტა განსხვავებული ნახატებია. თქვენ უნდა დატოვოთ წარსულში ენერგია, როდესაც ეტლი არის ანუ ეტლში არის გაერთიანებული ორი მხარე, ხო? ნათელი და ბნელი მხარე. სიჩქარე და ნელი ანუ გაჩერება, ხო? ეტლით თქვენ უნდა ამ მომენტში თუ რაღაცა გეჩქარებათ, პირველი რაც მომივიდა, რაღაცას ჩქარობთ, ხო, რაღაც გადაწყვეტილების მიღებას, ვთქვათ, ან რაღაც საქმეში ხართ, რაღაც გინდათ რომ დაასრულოთ თავის დროზე, ან დაიწყოთ. აი ეს სიჩქარე უნდა გადადოთ და უნდა დატოვოთ წარსულში დაუბალანსებელი ენერგია, ხო? ეცადეთ, იმიტომ რომ ეტლი აქ მოტოციკლისტი, რომელიც ნახეთ როგორ კვამლი გამოდის, ხო, ანუ ცდილობს, რომ ერთ ადგილზე შეიძლება ძალიან ბევრს ავოხსავებს და შეიძლება უცებ ისე წვიმიანი ამინდია და ისე მოსხლდეს და საით წავა ეს ეტლი არავინ არ იცის რა შედეგი მოყვება, ხო? ანუ თუ ამ მომენტისთვის ისეთ ენერგიებში ხართ, რომ აი
რაღაცას ჩქარობთ ძალიან, შეიძლება ამ სიჩქარემ დაგაზარალოთ ჩემო ძვირფასებო და არ იცით რა შედეგს მოგიყვანთ. ამიტომ ეს ენერგიები, სიჩქარესთან დაკავშირებული ენერგიები უნდა დაატოვოთ წარსულში და ეცადოთ დააბალანსოთ თქვენი ენერგიები, თქვენი შინაგან გაწონასწორდეთ და როდესაც გაწონასწორებული ხართ და დაბალანსებული და დამშვიდებული გონებით, ყველაფერს უფრო საღად და ჯანსაღად აზროვნებს ადამიანი, ხო? სიჩქარეში შესაძლებელია რაღაც შეცდომა დაუშვათ, ან რაღაც გამოგეპაროთ. აი ეს მომენტი გაითვალისწინეთ და აი ეს ენერგია, დაუბალანსებელი ენერგია უნდა დაატოვოთ წარსულში, ჩემო ძვირფასებო, და არჩევანი თქვენზეა, მეტლე თქვენ ხართ. თქვენ ხართ აი ამ მოტოციკლის საჭესთან და თქვენ საერთოდ გინდა იქით წაიყვანთ. თქვენს ცხოვრებას და თქვენს ენერგიებს იქითკენ მიმართათ. მთავარი ერთი არის ის, რომ ენერგიები დააბალანსოთ და თუ რაიმეს ჩქარობთ, ეს სიჩქარე შეიძლება არ იყოს სასარგებლო თქვენთვის. აი ეს გაითვალისწინეთ. ვნახოთ ახლა პირადში რა გექნებათ პირად ცხოვრებაში. 6-იანი თასი, ნახეთ ჩემო ძვირფასებო, 6-იანი თასი. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლებელია პირად ურთიერთობაში თქვენს ცხოვრებაში იყოს პიროვნება, ან გამოჩნდეს პიროვნება, ვისაც კარგად იცნობთ, ვინც თქვენს გულთან ახლოს არის, ხო? ანუ შესაძლებელია თქვენი შესაძლებელია ეს იყოს თქვენი წარსულიდან ადამიანი, ვისაც ფიქრობდეთ, ზოგიერთი თქვენგანი, ხო? შესაძლებელია დიდი ხნის ნაცნობი, რომელიც თქვენთვის არ არის, რომელიც თქვენს გულთან ახლოს არის, ხო? პირად ცხოვრებაში თუ სიტყვაზე ხართ ურთიერთობაში და არავის გამოჩენას არ ელოდებით, პირად ცხოვრებაში ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის, კარგად, ჰარმონიულად, ერთმანეთის გესმით და ყველაფერი მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ და ყველაფერი ძალიან კარგად არის. ნახეთ ორივეს, როგორი არკანია, რაღაც თითქოს ორიან თასს გავს ეს არკანი. ორი მეგობარი, რომელიც ერთმანეთს ხელს, ასე ვთქვათ, ხელის გულებს ადებს და ორივეს თასი უჭერია ხელში, ხო? ანუ ეს ნიშნავს რაღაც შეთანხმებულ მოქმედებას და ემოციურ გაცვლას, ემოციური, ასე ვთქვათ, მუხტის გაცვლას. ისე რომ ყველაფერი პირად ცხოვრებაში ძალიან კარგად გიქნებათ და ძალიან კარგია ეს. მე აღარ დავამატებ არაფერს, ვინც არ ხართ ურთიერთობაში და ელოდებით აუცილებლად გამოჩნდება, შესაძლებელია ეს პიროვნება დაკავშირებული იყოს წარსულთან, ან წარსულიდან გამოჩნდეს პიროვნება. შესაძლებელია უბრალოდ შეიძლება ამ მომენტში არც კი გახსენდებათ და არც კი თუ არ ხართ ურთიერთობაში და მოლოდინი გაქვთ, რომ ვინმე გამოჩნდეს, რაღაც შეხება შეიძლება გქონდეს ამ პიროვნებას, ან თქვენ სამეგობროსთან, ან თქვენთან, ერთი სიტყვით რაღაც საერთო ნაცნობი იყოს, ხო? ანუ შესაძლებელია წარსულში იცნობდით, ან გქონდათ რაღაც შეხება ამ პიროვნებასთან, ვინც შეიძლება გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში. ეს მათთვის ვაჟღარებ ამას, ვინც არ ხართ ურთიერთობაში და ელოდებით რაღაც სიახლეს. ვნახოთ სამუშაო სფეროში როგორ იქნება. სამუშაო სფეროში ქურუმი ქალი ამოვიდა, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ ქურუმი ქალი. ეს რას ნიშნავს? სამუშაო სფეროში ყველაფერი როგორ გითხრათ იცით, შესაძლებელია თუ მაგალითად დასაქმებული არ ხართ და მაძიებელი ხართ, ქურუმი ქალი გეუბნებათ იმას, რომ დააკვირდით სიტუაციას, დაელოდეთ აუცილებლად მოვა შესაფერისი დრო და დაელოდეთ, უბრალოდ საჭიროა რომ დაელოდოთ და დააკვირდეთ ჯორდან სიტუაციას და ერთი სიტყვით მოვა დრო შესაბამისი, რომ იმოქმედოთ. თუ უკვე დასაქმებული ხართ, ჩემო ძვირფასებო, ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ თქვენი შინაგანი ინტუიციით ყველაფერს კარგად გრძნობთ, რაც ხდება თქვენ სამუშაო გარემოში. როგორც თქვენი საქმის სპეციალისტი ხართ და ერთი სიტყვით ყველაფერი კონტროლის ქვეშ გაქვთ და დავაზუსტებ ასევე არკანს და 7-იანი ხმალი ამოვიდა. შესაძლებელია თუ უკვე მუშაობთ, ხო? ვინც მუშაობს, მასზე მაქვს საუბარი. შესაძლებელია ამ მომენტისთვის თქვენს სამუშაო სივრცეში, სამუშაო, ასე ვთქვათ, გარემოში იყოს რაღაც დაფარული ინფორმაცია, რაც ჯერ თქვენ არ იცით და შეიძლება გამშხამდეს, ჩემო ძვირფასებო. ან შესაძლებელია იყვნენ ადამიანები, რომლებიც თქვენზე რაღაც ზურგს უკან შეიძლება რაღაც ეშმაკობდნენ და ამას გაუწიეთ ვარაუდი თუ დასაქმებული ბრძანდებით. ჩემო ძვირფასებო, რომ რაიმე უახლოეს მომავალში რაღაც ერთი სიტყვით რაც ისეთ უსიამოვნო ფაქტს არ გადაეყაროთ და უსიამოვნო მომენტს, ხო? ანუ 7-იანი ხმალი რა კი ამოვიდა, შესაძლებელია რაღაც საიდუმლო, რაღაც არის, რასაც თქვენ ამ მომენტში ან ვერ ხედავთ, ან დაფარულია და ან მალავე შეგნებულად, მაგრამ პენტაკლის პაჟი ამოვიდა, ან შესაძლებელია
თქვენს სამუშაო გარემოში რაღაც სიტუაციას არ გიმშღავნებენ, არ ვიცი, მაგრამ 7-იანი პენტაკლით ეს ინფორმაცია აუცილებლად ნახეთ ისე ფურუმი ხალი ამოვიდა. შესაძლებელია არის რაღაც ინფორმაცია, რასაც არ გიმშღავნებენ, მაგრამ გამომჟღავნდება აუცილებლად. შესაძლებელია ახლა არ იცით. თუ მაგალითად ეძებთ სამუშაოს, ხო? და ნახეთ რაიმე ისეთი სამუშაო კარგად გაერკვიეთ, რა პირობებს გთავაზობენ ხელფასთან დაკავშირებით, ან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით. შესაძლებელია თუ ეძებთ და ნახავთ რაიმე სამუშაოს, ხო, გაითვალისწინეთ ეს, რომ ყველაფერი სანამ დაიწყებთ, ყველაფერი კარგად დააზუსტოთ. თქვენი სამუშაო გრაფიკი, თქვენი ხელფასი, რომ შემდეგ არ იყოს რაღაც ისეთი, რასაც არ გეტყვიან და მერე გამოჩნდება, ხო? ან თქვენი მოვალეობები, ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. იმიტომ რომ კარტები გამეორდა, შემოკარგებო და ეს ინფორმაცია ალბათ ნახეთ ეს როგორი მნიშვნელოვანი პერიოდი პირველ ვარიანტშიც და მეორე ვარიანტშიც რომ მაღალი არკანებით დაიწყო გაშლა. ვნახოთ ახლა თქვენი ფინანსები. ფინანსები ნახეთ სულელის არკანი ამოვიდა თქვენი ფინანსები. როგორი მომენტია აქ? მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ფინანსები სულელის არკანით სულელს ახლა აქ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ფინანსები შეიძლება გაქვთ, მაგრამ რას უნდა ელოდოთ, ხო, ფინანსებში ახალი მთვარე იწყება და რისი მოლოდინი გაქვთ, ხო? რას უნდა ელოდოთ? სიახლეს ელოდეთ, ჩემო ძვირფასებო, მომავლის პერსპექტივაში ვშლით, ხო, ამ გაშლას. სულელის არკანი, ეს შეიძლება არ იყოს, ასე ვთქვათ, დიდი ფული, იმიტომ რომ სულელს ბევრი ფული არასოდეს არ აქვს, შეიძლება ჰქონდეს რაღაც ერთჯერადი ან რაღაც პატარა თანხები, რომელსაც ხარჯავს, ხო? და შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, სიახლე, მაგრამ არც იმდენად, ანუ შემოსავალი, ხო, ფინანსური შემოსავალი, ფინანსებთან დაკავშირებით რაღაც ზრდა, არც ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც ზრდა, რომ თქვენ რაღაც გრანდიოზული და სერიოზული და დიდი თანხა დაიჭიროთ, თქვათ, ხელში. იქნება, რა თქმა უნდა, რაღაც სიახლეები ფინანსური შესაძლებელია შემოგთავაზონ დამატებითი სამუშაო ან დამატებითი საათები და ეს სასიამოვნო იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ისეთი დიდი თანხა ისე სულელის არკანი გამეორდა. ნუ ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ რჩევის სახით, რომ არ მოექცეთ პულს ისე უყაირათოდ, რომ გაგიფრინდეთ და დარჩეთ უკაპიკოდ, ერთი სიტყვით. ზომიერება ყველაფერში საჭიროა, ჩემო ძვირფასებო და მით უმეტეს ფინანსებში და ფინანსებთან დაკავშირებით. ან შესაძლებელია იყოს ისეთი სიტუაცია, რომ რაღაც ძალიან გინდოდეთ და დაუფიქრებლად ხარჯოთ ფული, ხო? აი, ამასაც გაუწიეთ ვარაუდი. მაგრამ რაც შეეხება ფინანსურ შემოსავალს, შესაძლებელია გქონდეთ რაღაც სიახლე ფინანსური რაღაც დამატებითი შემოსავალი გაგიჩნდეთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან დიდი თანხა. ეს იქნება უბრალოდ ის თანხა, რასაც სიამოვნებით თქვათ, პატარა ყოფითი საკითხების, ყოფითი, ასე ვთქვათ, მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის. ისე რომ, ნუ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ დაგეგმოთ და ყველაფერს, ასე ვთქვათ, ყველაფერში ზომიერება გამოიჩინოთ. მე აღარ გავაგრძელებ, გამეორდა არკანები, ხო, მეორე ვარიანტში გურუმი ქალი სულელის არკანი. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო პერიოდში, რა პერიოდიც თქვენ ჩაიფიქრეთ, რომ აი ამ ორ სფეროს, სამუშაო სფეროს და ფინანსებს გაუწიოთ მეტი კონტროლი, ხო? აქ ნახეთ სულელის არკანი როგორია, არ დაუდევს წინ რა ელოდება, ხო? აი უსკრულია აქაც მიფრინავს თითქოს რაღაც თავისი ოცნებებისკენ. შეიძლება რაღაც გინდათ, რომ გაქვთ რაღაც სურვილები, რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტად გაფრთხილებაა ის, რომ გაუწიეთ ყველაფერს, რომ ყარად იდგეთ მიწაზე. ზედმეტად, ნუ, აი სიმსუბუქით და აი რაღაც ბავშვური გატაცებებით, ნუ მოეპყრობით თქვენს ფინანსებს, ასე ვთქვათ. ცოტა მეტად აკონტროლეთ. აი ეს იყო დღევანდელი გაშლა, ახალმთვარეობის გაშლა, ასე ვთქვათ. რა სიახლეები იქნება ამ სამ სფეროში და რას უნდა გაუწიოთ ვარაუდი და რა ენერგიები უნდა გაუშვათ და დატოვოთ წარსულში. მე მადლობას მოგახსენებთ ყურებისთვის და დამიტოვეთ კომენტარებში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მადლობელი ვარ, ვინც მიტოვებს კომენტარებს, ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი, მილაიქებს და ასე შემდეგ. ვისაც არ გამოგიწერეთ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ. მადლობა და ნახვამდის.